სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაცვლად პუტინი ისევ ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრძელებს შეტევას. კიევის დარნიცკის რაიონში რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა და დანგრეული საცხოვრებელი შენობების დემონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის მხოლოდ ამ ერთი დარტყმის ადგილას 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია. ყველაზე პატარა გოგონა 3 წლისაც აღერის. 8 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. ეს ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ვიდეო მიმართვაში. ტრამპი კიევზე დარტყმით ბედნიერი არ იყო, მაგრამ არც გაკვირვებული. ვფიქრობ, ის ამ საკითხზე დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს, ეს თეთრი სახლის პრესპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა. კიევზე მასიური დარტყმების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ჩვენ უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით სამართლიანი და გრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ, რაც ქვეყანას ეგრეთ წოდებული ფოლადის ზღარბად აქცევს, წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. გერმანიის კანცლერმა კი თქვა, რომ ევროპამ ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას შესაბამისად უნდა უპასუხოს და აქვე ივარაუდა, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არ შედგება. ამასობაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი მე-19 პაკეტის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ეს პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს რუსეთის ენერგეტიკულ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდვებს და ასევე მეორად სანქციებს. ეს კომენტარი კალასმა კოპენჰაგენში გააკეთა, სადაც ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. ლაშაბაკ ბებერიძე, ვიცე-პოლკოვნიკი არის ახლა ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო ლაშა, როგორ ძამდებით კლუბში ჩემი შეცდომისთვის. არაფერი. ბატონო ლაშა, პირველ რიგში უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაუროთ მასიური თავდასხმა რუსეთის მხრიდან, მაშინ როცა საზოგადოება იყო მოლოდინში, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო. რაშია საქმე, რას ველოდებით, როგორც დღეს გერმანიის კანცლერმა თქვა, სავარაუდოდ მისი მოლოდინით არ შედგება ეს მოლაპარაკება. ხო, გურამ, ჩვენ რო თავის დროზე ძალიან კარგი გადაცემა გქონდა, ცოტა ჩვენ გადაცემას გავუწიოთ რეკლამა, ხო? ბევრჯერ აგვიღნიშნია და გვითქვია, რომ ეს არის გრძელი ომი. როდესაც ეს მოლაპარაკების თემა ახალი ხო, უკვე მე რამდენიმე ტალღა გამოვა, მე მიწევს ეთერის მისვლა და იმის გამეორება, რომ მოლაპარაკებები არ შედგება, ვერ შედგება, იმიტომ რომ მოლაპარაკების მხარე რუსეთს არ უნდა მშვიდობის დამყარება, რუსეთს უნდა გამარჯვება, რუსეთს უნდა დანებდნენ. ხო და რუსეთს არ დანებდებიან, ვერ დანებდებიან, ხო? ეს დანარჩენი ყველაფერი რიტორიკაა, გასაგებია რომ ცდელობა უნდა იყოს, გასაგებია რომ მოლაპარაკებების რაღაცა არხები უნდა გაიხსნას, მაგრამ მოლაპარაკებების საგანი არ არსებობს. სწორედ გამიგეთ, რაზე ამბობენ მოლაპარაკება? პუტინი ეუბნება დამნებდით და მოვილაპარაკოთ, კი ბატონო, ხო? ხო და თუ უნდა დანებებულიყო რაღაცზე უმებოდნენ, ხო? მაშინ ამაზე გავიგოთ საუბარი. მე რა არის ხა პუტინის რიტორიკამ, რუსულმა რიტორიკამ ისექნა, რომ ეს ომი აქცია არა რუსეთ-უკრაინის ომად. თავისთვის ეს ომი აქცია უკვე რუსეთ-დასავლეთის ომად, ხო? ანუ იმას რომ დამნებდით, უკრაინა კი აღარ დანებდება, დასავლეთი არ დანებდება. ხო, მარტო ამაზე აღარ არის საუბარი. ამიტომ აქ სიტუაცია არის გრძელვადიან ომთან დაკავშირებული. იყო რაღაც მომენტი, მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ მომენტმა გაიარა, რომ მიეღწიათ შეთანხმება ყველანაირი პირობების გარეშე. უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს კარგი იქნებოდა, ცუდი იქნებოდა, ეს სხვა ანალიზის განხილვის საკადია, შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ტრამპის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, მისთვის ეს ძალიან ფუნდამენტური საკითხია, საარჩევნო დაპირება იყო. ცუდია, როცა დაბომბაზე ამბობ, რომ კარგია და კარგია, რომ ტრამპმა ისედაც ისის ვისთან აქვს საქმე, მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ მორიგი შეფურთხება, მორიგი გალაწონება და ის რაღაცა ილუზიები თუ კი არსებობს და მცდელობები, რომ რამენაირად რუსეთი მოიყვანონ მოლაპარაკების მაგიდასთან რაღაცა გონიურულ შეთანხმებას მიაღწიონ, ამ ყველაფერს პირველ რიგში წყალში ყრის რუსეთი, რომელიც ხო, ცინიკურია მათი მხრიდან, როცა მოლაპარაკებებზე თითქოს მზაობას აცხადებს, რუსეთის მიზანს არ შესვლის, მას უნდა უკრაინის დაპყრობა, მაგრამ აქ სხვა რამეშია პარადოქსი, მას ეს არ შეუძლია.
რომ დაიპყროს. არ შეუძლია, ხო? ეხლა მიდის ბრძოლა, მიდის რაც შეიძლება მაქსიმალური და ეს მაქსიმალური დაზიანება სამოქალაქო ობიექტების არის იმის ზუსტად დასტური, რომ მას აღარ შეუძლია ეს ძიმე სახმელეთო ოპერაციის დიდხანს გაგრძელება და ცდილობს რაღაც სხვა სახით დააზიანოს, ხო? ეს არის ძალიან დიდი რესურსების წამღები ოპერაცია. ჯერჯერობით ახლა ომის წინასწარმეტყველება ძალიან რთული საქმეა, ახლა მოდი გულახდილები ვიყოთ, მაგრამ ჯერჯერობით ის დინამიკა რაც არის რუსეთს ამ ომში მოგება არ უწერია. თქვათ და რომ შეთანხმდნენ კიდეც, ხო? პუტინი თხოვს რომ დე იურე მიღიარეთ ეს ტერიტორიები, რაც დაბრუნებია და კიდე რაღაც ტერიტორიები დამიტყვით. მოლაპარაკებების კლასიკურ თეორიასაც რომ სანაცვლოდ არაფერს არ თავაზობს ამ ხალხს რა. გავჩერდები, ხო, მე მოვიფიქრებ კიდე დავესხმები თუ არა, ანუ უსაფრთხოების გარანტიები არ უნდა მიცეთ, ჯარი არ უნდა შემოყვა. ანუ აქ არაფერი არ არის მოსალაპარაკებელი. რეალურად ისევ ყველა დასავლური ლიდერი, მათ შორის ტრამპიც, მიდის და მივა ადრე თუ გვიან იმ დასკვნამდე, რომ ერთადერთი გზა არის, რომ დაეხმარონ უკრაინამ, რომელიც უნდა გააგრძელოს ბრძოლა გამარჯვებამდე. ხო, მასიური შეტევების შემდეგ ახლა ტრამპის განცხადება ძალიან საინტერესო იქნება. მისმა სპიკერმა განაცხადა, რომ მალე ის საკუთარ შეხედულებას გაგვიზიარებს ამ ყველაფერზე. სხვათა შორის უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნას, რომელიც ამარაგებდა მათ შორის საბრძოლო ტექნიკას. ჩვენ ჩვენს გადაცემაში ხშირად უყურებდით იმ დინამიკას, როგორ იზრდებოდა უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობები, როგორ იზრდებოდა როგორ ცვლილებას განიქციდა მათი მოქმედება, როგორ სულ სიახლეს თავაზობდნენ, როგორ სულ ახლებურ და ინოვაციური მეთოდებით თავაზობდნენ შეტევას. ამავდროულად რუსეთი უტევს სწორხაზოვნად და ერთი მეთოდით რა, ასე ბრუტალური სახმელეთო მიწის მოგრეჯა მცირე წინსვლა რაღაცა ხალხის შეწყვეტის ხარჯზე და ნუ ეს დაბომბა ისიც იმის ხარჯზე რომ ისროლონ 1000 რაცა მიზანს მოარტყან 2-3 ხო? ეს არის რუსეთის ტაქტიკა, ეს არის მათი ოპერატია, ეს არის მათი სტრატეგია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მაინც იმის გამო რუსეთს უზარმაზარი რესურსები აქვს, გრძელობთან მივყავართ, მალე არ დამთავრდება, მაგრამ აქ რუსეთს გამარჯვება არ უწერია და მე მაგალითად ახლა მშვიდობის დამყარების პერსპექტივას ძალიან ეჭვის თვალით უყურებ, ძალიან მცირე შანსია, იყო კიდევ ვიზახი რაღაც გარკვეული შანსები და ცუს დამყარდება მშვიდობა, ეს იქნება ძალიან ყიფე, ძალიან დროებითი. ხო, რაღაცა ტრამპისთვის ეს ერთგვარად რეპუტაციული საკითხია მაინც და ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. უკრაინა პარალელურად ახლა მეორე პოლიტიკურ ფრონტზე მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეს ევროკავშირს. სხვათა შორის გუშინ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ მას ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია და მიიღო დაპირება, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით იქნება სასიკეთო სიახლე, მანამდე მოლდოვაში ვნახეთ ევროპელი ლიდერები, რომლებიც კონკრეტული უკვე შედეგით ჩავიდნენ იქ მაია სანდუსთან, განაცხადეს, რომ მოლდოვა შემოდგომიდან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს გახსნის და ჩვენ საერთოდ არც კი გვახსენებენ სამწუხაროდ და ჩვენი ბედი მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით კი არა, ახლა იქით არის ჩვენი ყურადღება მიმართული, რომ როგორმე უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ბატონო ლაშა, რას უნდა ველოდოთ და რა უნდა იყოს ჩვენი რეაქცია? იცი რა, ჩვენ უნდა დავანებოთ რაღაც ლოდინს თავი. გურამ, ჩვენ უნდა იყო აი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს მედიას, მეც მათ შორის ყველანი ქმნით მოლოდინს, რომ ეხლა ამათ დაასანქცირებენ, ამას უზავენ, იმას უზავენ, დაასანქცირეს კიდეც რაღაცებიც უქნეს, კეთროვანი გახადეს იზოლება, მაგრამ ეს არ შველის ჩვენს ქართულ რეალობას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გვაქვს უფლება და ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა უზურპატორი ივანიშვილისგან. ხო და ვიღაცა მოგვეხმარება, ვიღაცა ამის იმედზე არ უნდა დავჭეთ და არ უნდა შევქვნათ ამის მოლოდინები. მოლოდინი უნდა შევქვნათ ერთი რამის. 4 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა უნდა გავიდეთ და უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი, უნდა გამოგლიჯოთ მას საქართველოს ხელიდან და დაუბრუნოთ ვინც არის ამ საქართველოს ბატონი, ქართველ ხალხს. ამ მოწოდებას ხშირად ამატებენ სიტყვას მშვიდობიანად. გინდა მშვიდობიანად რა თქმა უნდა, სხვა რა გვაქვს შე რო? სხვა რა მექანიზმები გვაქვს, ხო? არ არის საჭირო არაფერი. ჩვენ გვაქვს უახლოს ისტორიაში მაგალითი, როდესაც მშვიდობიანად დავამხეთ ერთი ხელისუფლება, რომელიც იყო უნიათო კორუმპირებული და მიიყვანა ქვეყანა დაღუპვის პირას ლამის, ხო?
და ამ პროცესმა ვარდების რევოლუციას ვიძახი მე, გამოიღო უდიდესი ნახტომი გავაკეთეთ. ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მნიშვნელობა არ აქვს ამას. უდიდესი ნახტომი გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ინგლისური სიტყვა failed state, ხო, ჩაგდებული სახელმწიფოდან, რომელიც არაფერს არ დენი არ ქონდა, არაფერი, გადავიქეცით ამბიციურ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობაც მოგვინა და ევროკავშირის წევრობაც, ხო, ძალიან მოკლე პერიოდში, სწრაფი პროგრესი. რაღაც ამდაგვარი გვჭირდება დღეს, მაგრამ ვერაფერს ამდაგვარს ვერ გავაკეთებთ, ჩუჩუენ ვიქნებით ბიზინა ივანიშვილის გაუგებარი ორიენტაცია, ეს ტერმინი შემოვიღე, გაუგებარი ორიენტაციის ქვეყანა. სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, როცა ჩვენს რეგიონში უზარმაზარი გეოპოლიტიკური ძვრებია, როცა ისტორიულმა მტრებმა, ხო, თურქეთმა, რუსეთმა და ბოდიში სომხეთმა და აზერბაიჯანმა ფაქტობრივად გააერთიანეს ძალები და გახსნეს ახალი კორიდორი, მოიზრდეს უზარმაზარი ინვესტიციები, ჩამოიყვანეს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ ახლა მანამდე უყურებთ, რა ქვია, რას გვეტყვის ბატონი ბიძინა რა, რას უყურებთ, ვართ გაუგებარი ორიენტაციის ქვეყანა. რავი, სადღაც მიდის შეხვედრას და სომხეთის და აზერბაიჯანის ერდოგანი, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია, არასოდეს ხელი არ დაუქნევია არც ერთი საქართველოს ლიდერისთვის, თურქეთის ლიდერებს. ხო, პირველად ხელი დაუქნია ყაველაშვილს უთხრა რომ ხო, სად მივდივართ, ანუ ჩვენი მეკავშირეებს დავშორდით ბოლომდე, ხო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ მეზობლებს და სტრატეგიულ პარტნიორებს, ხო, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა რეალურად მათთან ერთად შეგვიძლია გადარჩენა, წინსვლა, განვითარება, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ფაქტურად გამოვეყავით და რაღაცა ცალკე ხაზი შევიქმნით, ხო და აი ეს რუკა მოგვეტანა ბატონო გურამ, აი რუკაზე რო შევხედავთ, ხვდებით რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მივყავართ ბატონ ბიძინას რა. ამიტომ 4-ში მივიდეთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ყველამ ერთად. მანამდე 13 სექტემბერია. კი ბატონო, მანამდე 13 სექტემბერია და ბევრი თარიღია და კიდევ ვიძახი, ძალიან იცი რა, მე არა ვარ პოლიტიკოსი, გურამ, მე ერთი უბრალო ჯარისკაცი ვარ. ამ შემთხვევაში ჯარისკაციც არ ვარ, მე ერთი უბრალოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და ერთი ადამიანი ვარ, რომელსაც მაჯავრებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც უნდა რომ ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები არ ვიყოთ საკუთარ ქვეყანაში მოჯამაგირეები რა. არ მინდა რომ ჩვენი შვილები იყვნენ მონები, გვინდა რომ თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ, დიდარ ქვეყანაში, ძლიერ ქვეყანაში, სადაც ყველას ეცხოვრება და ყველა დაინახავს თავის მომავალს. და გასაქცევად არ გვექნება აქედან საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილი გვიწყობს, ხო? ეს გვინდა, ხო, რეალურად, ხო და ეხლა რა არის, ვიღაც ადამიანი მე არა ვარ მიმართული იმისკენ, რომ ვიღაცას მიაჩნია, რომ 13-ში უნდა გამოვიდეს, გამობრძანდნენ და გავაკრიტიკოთ, კი ბატონო, დაუჭიროთ ხარი გვერდში და ვიღაცას მიაჩნია, რომ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმამიცეს და წაართვას, მე პირადად ამას სერიოზულად ვერ ვიყურებ, მაგრამ მე ამ ხალხს არც ქილიკით მოიხსენიებ, არც მიდით ზმაო არჩევნებზე, მიდით 13-ში, ხვალაც მიდით ძალიან ვაშკაც და გმირი ხალხი ყოველ დღე კეტავს, ხა ბატონი პაატა ბურჭულაძე და მისი მხარდამჭერები ყოველ დღე კეტავენ რუსთავებს, არ შეუწყვეტიათ, ხო, არ შეუწყვეტიათ. მე ვერ ვიტყვი რომ მე ასეთი ვარ, რომ ყოველ დღე იქ ვარ და მონაწილე არა, ხო? ხალხია რომელიც ამას, მაგრამ არა, უკვე დაიწყო საზოგადოების აქტიური მონაწილე ხართ, ხშირად ხედავთ. კი, გავიგე ვარ, მაგრამ დაითქვა დღე 4 ოქტომბერი 4 საათზე. ხო, აქ არის რა, წყალ გვიყვარს ეს ქვეყანა, გინდა ვიღაც არჩევნებზე მისვლა, მიდი ძმაო და მიეცხმა და გამოდი 4 საათზე და დადექ ჩვენთან ერთად და მოვაშოროთ ეს უზურპატორი ისაა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თქვენ როგორც სამხედრო პირი ამ ფრაზაში ხედავთ ხაზ გაუსმე, მე არ მინდა აპელირება, მე როგორც ჩემი სამხედროობა აქ არაფერ შუაში არ არის, მე ვარ აქ როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, მე ზუსტად ისეთივე უფლება მაქვს, როგორც ოპერის მომღერალს, როგორც რა ვიცი, ვოლტის დისტრიბუტორს და ასე შემდეგ. როცა მიდიხარ იქ და ნახულობ ხალხს, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს, ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა არ არის დრო რომ ჩავიკეტოთ, ეხლა არ არის დრო რომ ერთმანეთს უთხრათ, რომ არა ის გზაა სწორი, ეს გზა. კი, ყველა გზა სწორია რა, ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ 4-ში დავამხოთ ბიძინა და მორჩა. всё, ჩამოვართოთ ეს საქართველო, გამოგლიჯოთ და დავიბრუნოთ. ჩვენა ვართ ამ ქვეყნის ბატონი რა. ჩვენი ქვეყანაა. მერე დაუბრუნდეთ სწორ გეოპოლიტიკურ კურსს თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენც გავაკეთოთ რაღაცა მარშრუტების ჩვენზე გავატეროთ.
რუსეთსაც დაველაპარაკოთ და ვისაც გინდა და რა თქმა უნდა დაუბრუნდეთ ჩვენი ევროკავშირის სორგულს. ყველას დაველაპარაკოთ, არ არის პრობლემა. არ არის ეს ცდარი შიშია, რომ იცი რა, ომი მოხდება, ბიძინა, არა, ომი მოხდება, ბიძინა თუ დარჩება. ჩვენი ქვეყანა დაინგრევა, ეგ კაცი თუ ვერ გავაგდეთ აქედან. გავაგდებთ, მაგრამ ისე ვიზახი რა. დანარჩენ შემთხვევაში არ მოხდება არაფერი რა. წყნარად, მშვიდად ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ბატონი აირჩევს, ვისი არჩევაც მას უნდა, ვისაც ეკუთვნის და ნელ ჩვენი ძალა არის დემოკრატიულობა, ჩვენი ძალა არის გეოგრაფიაში, მაგრამ ჩვენ თუ გავეთიშეთ ყველა პროცესს და ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონალური პროცესები. ჩვენ რეგიონში ლიდერად გვაქცევდა რომ ვიყავით დემოკრატიის შუქურა. ჩვენ გვაქცევდა ლიდერად რომ ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღარა ვართ. ჩვენ გაქცევდა ვიყავით ევროკავშირის კანდიდატობის წევრი. ჩვენ ყველაფერი ეს გვაქცევდა რეგიონში ლიდერად, ყველაფერი ეს გვაძლევდა ძალას რა. ჩვენ ვიყავით ძლიერი ქვეყანა. დღეს ჩვენ ვართ ძალიან სუსტი ქვეყანა. გაუგებარი ორიენტაციის. როცა უნდა და ჩვენ ვიხილეთ ახლა ყაველაშვილს რაც უთხრა ერდოგანმა, ეს ის კი არ იყო მარტო რაღაც მოთხოვნა. ეს თავში წამოთაქება იყო, ესე რომ ქუჩური ტერმინით რო ვიხარ და არ გვინდა ძმაო ჩვენ. ხო, არ გვინდა ჩვენ ქვეყანას თავში წამოუთაქონ რა. ასე ვერ წავარწი. ჩვენს გერბზე არის წარწერა ძალა ერთობაშია, ამისკენ მიემართებოდა თქვენი მოწოდებაც, რომ ძალები გავაერთიანოთ. გავაერთიანოთ აუცილებლად. იმისთვის რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ლაშა ბერიძე პოლკოვნიკი იყო ჩვენთან სტუდიაში. არ დამოქვეითეთ ახლა არ ვიმსახურებ. მე კიდევ ერთხელ ბოდის ვიხდი, მოკლედ გადავეჩვიე თქვენთან ეთერებს და სასიამოვნო იყო ისევ ერთ სტუდიაში ყოფნა და შემდეგ ჯერზე უკვე შევეცდები რუკასთან ერთადაც უფრო რუკა უხდება საქმეს ბატონო. მე და თქვენ ხო ჩვენი რუბრიკის თანახმად რუკა ჭირდება აუცილებლად. კი ბატონო, კი. კარგით, ამ რუკაზე ჩვენი ადგილი განსაზღვრულია, მაგრამ ამ ადგილს შენარჩუნება სჭირდება.